აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დროებით დევნილმა მოწყვლადი კატეგორიის 1000-მდე ოჯახმა სააღდგომო ნობათი მიიღო. დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალუბრიშვილი სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ასევე საქართველოს პარლამენტის წევრთან დავით კოდუასთან ერთად ქალაქ ჯვარში ხანძრის შედეგად დაზარალებულ სოციალურად დაუცველ ჩაჩხალიევის ოჯახს ესტუმრა სააღდგომო ნობათი პირადად გადასცა და დამდეგი დღესასწაული მიულოცა. ვიმყოფები სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც მოვინახულე ის ოჯახები, რომლებსაც ყველაზე მეტად ჭირდებათ მზრუნველობა და ჩვენი გვერდში დგომა. სააღდგომო ნობათს მიიღებენ მოწყვლადი ოჯახები, რომლებსაც ყველაზე მეტად ჭირდებათ ეს დახმარება და ამაზე მონიტორინგს აწარმოებენ ჩვენი მინისტრები. გახდით ჯვარის წალენძიხის რაიონის ჯვარის დევნილთა ჩასახლებაში დავათვალიერეთ საყოფაცხოვრებო პირობები და რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით ამ ადამიანებს. რაც კი სახელმწიფო პროგრამები იქნება, ამ ადამიანებისთვის იქნება გათვალისწინებული. დიდი მადლობელი ვართ ყველასი, ამ ხელა გზაზე მოვიდნენ, შეწუხდნენ ჩვენს გამო პირველი დღიდან რაც უბედურება მოხდა ჩვენ სახლში, დედა და შვილი უყურადღებოდ არ დაგტოვა.